დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა და ვითარება სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის ნოემბერსა და 2025 წლის იანვარში განხორციელებულ კომიტეტის ვიზიტებს ეფუძნება. დოკუმენტში დეტალურად არის განხილული 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ დაკავებულთა მიმართ გამოვლენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ამასთან შეფასებულია წინასწარი დაკავების იზოლატორებში, სასჯელ აღსრულების დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებული ვითარება. ანგარიში აქციის მონაწილეთა ჩვენებებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების ძალადობრივ დაკავებას. დოკუმენტის თანახმად რამდენიმე ოფიცრისგან შემდგარი ჯგუფები დაკავებულებს თელს სხეულზე, მათ შორის სახესა და თავის არეში, მუშტებითა და ფეხებით უსწორდებოდნენ. ანგარიში წერია, რომ ფიზიკურ ძალადობას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაუპატიურების მუქარა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები წინააღმდეგობას არ უწევდნენ სამართალდამცავებს და სრულად მათი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ადამიანები, რომლებიც ცალ-ცალკე გამოიკითხნენ და შესაბამისად ვერ შეძლებდნენ ჩვენებების კოორდინირებას, მიუთითებდნენ იმაზე, რაც წარმოადგენდა პოლიციის ქცევის აშკარა ნიმუშს, პატერნს დემონსტრაციების დროს. დემონსტრანტებს აკავებდნენ ნიღბიანი და ქუდიანი ოფიცრები, სავარაუდოდ ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს წარმოადგენდა, რომლებსაც არ გააჩნდათ არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი. ზოგიერთ ეცვა ტანსაცმელი წარწერით პოლიციას, სხვებს კი არანაირი მსგავსი მარკირება არ ჰქონდათ. მოქალაქეებს ცემდნენ განგრძობითად, ერთდროულად რამდენიმე ოფიცერი, ზოგჯერ რიგრიგობით. მათ შორის მაშინაც, როდესაც დაკავებულებს ხელები ზურგს უკან ბორკილებით ჰქონდათ შეკრული. როგორც ამბობენ, თითქმის ყველა შემთხვევაში არასათანადო მოპყრობა წყდებოდა მას შემდეგ, რაც ნიღბიანი და კაპიუშონიანი პოლიციელები დაკავებულ პირებს გადაცემდნენ საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის იმ ოფიცრებს, რომლებსაც ნიღბები არ ეკეთათ. აღსანიშნავია, რომ დაზიანებები, როგორც დელეგაციის მიერ უშუალოდ დაფიქსირებული და დოკუმენტირებული, ისე დროებითი მოთავსების იზოლატორებში მომუშავე ექიმების მიერ შესვლისას აღრიცხული, სრულად შეესაბამებოდა შესაბამისი დაკავებული პირების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. დოკუმენტის ცალკე თავი ეძღვნება ციხეებს, სადაც მთავარ გამოწვევებად დასახელებული არაფორმალური გავლენები და დაწესებულებების გადატვირთულობა. ანგარიში კომიტეტი წერს, რომ დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში მოინახულა რამდენიმე სასჯელ აღსრულების დაწესებულება. დოკუმენტის თანახმად ნახევრად ღია ტიპის საკნებში კვლავ შეინიშნებოდა პრობლემები, გადატვირთულობა, პატიმართა შორის ძალადობა, არაფორმალური იერარქიის გავლენა, აქტივობების ნაკლებობა და პერსონალის სიმცირე. კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ ეს საკნები ეტაპობრივად დაიხუროს და ჩანაცვლდეს. ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ დელეგაციამ არ დააფიქსირა პერსონალის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, თუმცა პატიმართა შორის ძალადობა განსაკუთრებით ხშირი იყო ნახევრად ღია დაწესებულებებში. ინციდენტები იშვიათი იყო დახურული ტიპის ციხეებში, სადაც პატიმრები ჩაკეტილნი იყვნენ საკნებში და დღის უმეტეს ნაწილს საკნებს შორის ურთიერთობის შესაძლებლობის გარეშე ატარებდნენ. ანგარიშის თანახმად ამის საპირისპიროდ მე-15 ციხეში პატიმართა შორის ძალადობა უფრო ხშირი იყო, რაც გასაკვირი არ არის ნახევრად ღია რეჟიმისა და პერსონალის ძალიან მცირე რაოდენობის გათვალისწინებით. დაახლოებით 40 ბადრაკს ევალებოდა თითქმის 1600 პატიმრის კონტროლი, რომლებიც ციხის ვრცელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, უწინდელივით არსებობდა აშკარა ნიშნები იმისა, რომ ნომერ მე-15 ციხეში კვლავ ნარჩუნდება პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენა. ეს ნიშნები იმავე ხასიათის იყო, რაც დეტალურად არის აღწერილი 2021 წლის სპეციალური ვიზიტის ანგარიში. მათ შორის ტიპური სიმბოლოების თვალსაჩინო გამოხატვა, კერძოდ ქურდული სამყაროს 8 ქიმიანი ვარსკვლავები, აშკარა განსხვავება საკნების პირობებს შორის და პატიმართა გასაოცარი თავშეკავება დელეგაციასთან საუბრისას. ასევე მათი ტენდენცია უარყონ აშკარა და დადასტურებული ფაქტებიც კი, როგორიცაა დოკუმენტირებული კონფლიქტები და დაზიანებები. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტი ქართულ ოცნებას რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს გადადგას ნაბიჯები მის უზრუნველსაყოფად, რომ პირთა დაკავებისას პოლიციამ გამოიყენოს მხოლოდ ისეთი ძალა, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციულია. დოკუმენტის თანახმად არასდროს არსებობს იმ ადამიანების მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის, მათ შორის ხელების და ფეხების დარტყმის, მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის რაიმენაირი გამართლება, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან და მოქცეულები არიან პოლიციის ოფიცრების კონტროლის ქვეშ. კომიტეტი ასევე გასცემს რეკომენდაციას, რომ გადაიდგას ნაბიჯები მის უზრუნველსაყოფად, რომ დემონსტრაციების დროს მობილიზებულ ყველა ნიღბიან ან კაპიუშონიან სამართალდამცავ ოფიცერს თავის ჩაფხუძიან უნიფორმაზე წინა მხარეს ჰქონდეს თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშანი. ამ საკითხს ანგარიში ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხობს. უწყება კომიტეტის პასუხად ამბობს, რომ ქართული მხარე იზიარებს რეკომენდაციას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა იქვე დაძენს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის ასეთი თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მიწოდება გარკვეულ რისკს ქმნის, რომ მათი ვინაობა შეიძლება საჯარო გახდეს. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტი ოცნებას ასევე მოუწოდებს გააძლიეროს ძალისხმევა პატიმართა შორის ძალადობისა და დაშინების პრევენციის და აღკვეთის მიზნით ყველა ციხეში, მაგრამ განსაკუთრებით ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში.